გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოს ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. დამატებითი სასჯელის სახით ყოფილ პრემიერს დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით. ირანში მასობრივი არეულობის მე-16 დღეა. ქვეყნის 31-ვე პროვინცია უკიდურესი პროტესტის ეპიცენტრია. აქციებში მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. ძალოვანები მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს იყენებენ. მსხვერპლის ოდენობა 500 გასცდა. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ირანის რეჟიმი პოზიციების შენარჩუნებისთვის ამერიკასთან დიალოგის დაწყებას ცდილობს. ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოქმედება შესაძლოა მანამდე დაიწყოს და ამისთვის განიხილება რამდენიმე სცენარი. ვაშინგტონის მკაცრი პოზიციის პარალელურად რეჟიმის შეცვლის მოლოდინი აქვთ ისრაელშიც. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი პარტნიორები გახდებიან, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. დარტყმა განხორციელდა ოდესაზეც. დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. არიან დაშავებულები. უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების წინადადება წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი, ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. პრემიერი შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთანაც. განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების აგენტოს ინფორმაციით, ახალი პირადობების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გუდაური კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. უფრო ვრცლად, რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე, პრაიმ თაიმის გვერდზე წაიკითხავთ. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გასული წელი შეაჯამა. როგორც ითქვა, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში, 60-მდე გამოფენასა და ფესტივალზე. ინფორმაცია სპორტის მოყვარულთათვის. ბარსელონამ მადრიდის რეალი დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასი ზედიეთზედ მეორედ მოიგო. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ თაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.